მოგესალმებით. Čerpesam microphone. ადამიანი, რომელიც საკმაოდ კი არა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ პოზიციაზე არის. შეიძლება სამსახური, ბიზნესი, ოჯახური თემა. დასტაბილურებული, ფული, საქმე, ამბავი და ასე შემდეგ. კარგით, ნახოთ, გამოგვირდა ცოტა. ხდება ყველაფერი. ესეთი მამაკაცი ახლა. კაიხანი არ ყოლია. კარგით, ნახოთ. როგორ ენერგიებშია რას გრძნობს, ვისთვის არის ეს კაცლა. ჩემთვის ყველაზე კარგი გამოსავალი არის რაღაცა წავიდეო. პირდაპირ ესე პასუხობს თუ მოსასვლელია, მაშინ თქვენთან მოვიდე. თუ ველოდებით, ხო? გზასთან არის დაკავშირებული, ან მოვიდე, ჩამოხვიდე, წავიდე და ასე შემდეგ. მე თქვენზე ვკითხე, მაგრამ ნახეთ, ორ ვარიანტად გავყოფ, შესაძლებელია ეს თქვენთან მოსვლას გულისხმობს და ასევე იყოს რაღაც საქმე, სამუშაო და ასე შემდეგ წასვლაზე, ხო? სხვათა შორის ხო, სხვათა შორის ცოტა რო გითხრათ, რომ ხასიათის ცვლილებები არ აქვს, თქო ვერ ვიტყვინ. მაგრამ ეს გამომდინარეობს იქედან, რომ აი დახმარება მჭირდება, თუ ძალიან ბევრს გასცემს, ესე ჭირდება, ქველმოქმედია. კითხვა ახლა ესეთიც დამირჩა. ნახეთ, თქვენ ახლა შეიძლება, კაცო რა ის ქველმოქმედი სადაა კონცეშული? არა. იცით რა არის? საშუალებაზე არ არის აქ, მე მაგას არ გულისხმობ. ადამიანი გასცემს იმაზე მეც ვიდრე აქვს. ეხლა იცით რა, შენ რო ბანკში ვალი გაქვს და სხვას ფულს მისცემ. რა თქმა უნდა, ესეც უკვე ქველმოქმედებაა და არ ელოდები და არ იცი როდის დაგიბრუნებს, ხო? ძალიან ცუდი სხვათა შორის. აი შენ რო რაღაცა პრობლემა გაქვს და სხვისთვის აკეთებ. ესე ხო იცით რა არის, მაგრამ შტერი არ უნდა იყო ადამიანი, მიდი ასე ვიტყვი. თუ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ახლა შენ ვიღაცას იცი რა, იმას უჭირს და დავეხმარები და ერთი საკუთარი თავი არ გიყვარს ამ შემთხვევაში. აქ არის მადლიერებაზეც აქცენტი, ცოტა თითქოს უნდა ადამიანმა ისწავლოს ეს, მაგრამ ვერ სწავლობს. ნახეთ, შენ არ აფასებ შენს ჯანმრთელობას, საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ მომავალს. იმიტომ რომ ვიღაცას ხათრი ვერ გაუტეხე და იმიტომ რომ მოდი ახლა მე ამას დავეხმარები,
ამ შემთხვევაში შენ გამოგდის, როცა შენ პრობლემები, შენ საკითხი არ გაქვს მოწესრიგებული და იქ გაქვს ბანკის ვალი, იქ გაქვს რაღაცა ოჯახური, მოსაწესრიგებელი, თუნდაც დასაოჯახებელი ხარ, თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემა რაღაცა და აგერ ვიღაცა სხვაზე ზრუნავ. გასაგებია, რომ შეიძლება ოჯახის წევრია, მეგობარია, დაეხათრეთ, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მყარად ხართ ფეხზე, ან თქვენი საქმე არ ფუჭდება. კი ბატონო, ეხლა იცით რა არის? თუ ბანკში 50,000 გაქვს ვალი ეხლა და კი ბატონო, თვის გადასახადი გაისტუმრეთ და ჯიბეში კიდე გიჭყავე ისე 500 ლარი გთხოვა და სხვა თემაა. ხო, ეხლა 500 ლარი, კი, მართალია, პურის ფულია შეიძლება, მაგრამ ის პურის ფული რაღაცა მოეპოვა. მაშინ დაეხმარები. აი აქ დაფასება, მადლიერება თქვენ ნუგონიათ მარტო მადლობის გადახდა ადამიანთან. მადლიერი ვარ და ავიცი ხოთბაში აზღად ადამიანს და თუ შენ რო არ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში და არა, ეს საერთოდ არ არის საჭირო ამხელა აგიტაცია, პროპაგანდა. საერთოდ მადლიერება არის თქვენი მოქმედებიდან. შეიძლება კი ბატონო, ნახეთ, მადლიერება გასცეთ რაღაცის სანაცვლოდ, აი, იმიტომ რომ მე ეს ინფორმაცია მივიღე, აი, სანაცვლოდ გამოხატოთ თქვენი მადლიერება ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ, მაგრამ ამას აკეთებთ და იცით შეგნებული ნაბიჯი, ამისთვის ვაკეთებ. და ეს კიდევ სხვანაირად დაგიფასდებათ თქვენ და რა თქმა უნდა, ან მეტ ინფორმაციას მოიპოვებთ, ან ეს არის ერთგვარი ხრიკი, მოდი ასე გეტყოდით. იმ ხრივ, რომ თქვენი საქმე ასევე შემოიბრუნოთ. ნახეთ, აი ვიღაცა გამოკვებეთ, იმის გამო კი არა, რომ ძალიან გულზე გეხადებოდ ეხლა თქვენ ეს შიოდა თუ წყუროდა. უბრალოდ იმის გამო, რომ თქვენი ხელი შემოიბრუნოთ თქვენი საქმე. იცით რა არის? მოთხოვთ საკუთარ თავს, ეს ხომ რაღაცამ გამცა ერთხელ ესეთი პასუხი, ეს ხო იმას ნიშნავს, რომ როგორ თქვა, იცით, ანუ ელოდები რაღაცა, გადააბრუნა თავისებურად ეხლა მიხვდები რასაც გულის. ანუ არ უნდა ელოდო სიკეთეს რაღაცა, იცი რა? ეხლა დედა ტერეზა არ ახართ, მოდი შინაგანად და მაინც გაქვთ რაღაცას მოლოდინი, ხო, ცხოვრებაში. ძალიანაც, გამოიდებთ ამ თავს რა. ხო, აკეთებ კი რაღაცას აკეთებ რაღაცის სანაცვლოდ. კი, მე აი თუნდაც კონსულტაციაზე მოდიხართ, იხდით თანხას და გაძლევთ ინფორმაციას. ვერ გავიგე ახლა რა არის აკავგებანი. ბევრი ისე ითხოვს. აი მეჩი რა არის? ჯერიშა, რატო უნდა აიღოს, რას ქვია, რატო უნდა ავიღო, დროს ხარჯავშე დედამოწყნულო. რას ქვია, ვალდებული ვარ, ახლა შენ ნაგავში ვიქექო. აი იგივე არის ცხოვრებაშიც. მანდა მაინც ესე უნდა შემოგაგინოთ ვიღაცა. ამიტომ მე ვიცი რომ ახლა ეს ბევრისთვის ჩინური არის და მაინც იგივეს გაიმეორებთ, მაგრამ მე მაინც გავაჟღერებ. კარგით. იცით რა არის? აქ აშკარად ადამიანს შესაძლებლობა აქვს თქვენთან
ურთიერთობის, ხო, ურთიერთობაზე იყო აქ გაშლა, მაგრამ ნახეთ, ურთიერთობაზე შეგიძლიათ ეს გადაიტანოთ რაღაც გონია სხვა გადაუხვიესავით, ხო? არ გადამეხვევია. აქ ამ ადამიანის პრობლემაზე ვისაუბრე, ანუ ეს იყო. რაც შეეხება აი აქ შესაძლებლობები ამ ადამიანს ნამდვილად აქვს. არ აქვს ვერ ვიტყვი. მაგრამ გადაღლილია. არ შემიძლია, დაცლილია. რატომ? სადღაც ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა. არასწორად დახარჯა. აი ზუსტად ეს გაცემა არ ნიშნავს იმას, რომ უკაცრავად. ისიც გარე ფაქტორები იმდენი არის ამ ადამიანთან თან პრობლემა. იმდენი არის. მე ვფიქრობ ამას რაღაც საქმე რომ აქვს გასაკეთებელი მომენტალურად, აი გარე პრობლემები უშლის ხელს. ხო, არასწორად გაცემულ ენერგიაზე მქონდა საუბარი. მე არ გულისხმობ მანდა მაინც ფინანსურად და ასე შემდეგ. აი ეს ადამიანებშიც ხდება ძალიან რო ვიღაცას თავს გადაყვებიდან არასწორ ადამიანში ეძებ საჭირო ენერგიას. ეს ასევე არის ძალიან გამოფიტვის ერთ-ერთი დიდი წყარო. იმიტომ რომ იქ შენ სხვა რაც საჭიროა ვერ იპოვი. შენ რაც გჭირდება. მოდი ასე ვთქვათ, თუნდაც ის ადამიანები, ვინც პარტნიორულ ურთიერთობაში შედიხართ, ფიზიკური სიამოვნების გამო, ხო? მაგრამ აი აქ ნახეთ, კი შეხვედით ამ ურთიერთობაში, კი მერთო რამოდენი ის არის წინახობა. მაგრამ მხოლოდ ფიზიკური სიამოვნება უნდა მიიღოთ იქედან და წამოხვიდეთ. გაიგეთ. დანარჩენი უკვე არასწორი ენერგიის გაცემაში გეთვლებათ. ასევე ეს ძალიან თავზე გადაყოლა რაღაცეებზე, საკითხებზე. აი თქვენ რაღაცაში ჩადეთ ეს არასწორად. ბევრი ენერგია და რა თქმა უნდა, ვაიმე სიკეთეს არ უნდა վել კიდე აი აქ გადავედი. არ უნდა ელოდო, რას ქვია არ უნდა ელოდო ხალხო. პირიქით. ქვაზე დადეო და გაიარეო და როგორ დაგხვდებაო, წინ დაგხვდებაო. რას ქვია არ უნდა ელოდოთ. უნდა ელოდოთ ზოგადად, აბა. ესეც არის. დღეს კატები აღარ შვებიან ისე. ამიტომ აქ ადამიანის რესურსი თუ არ ყოფნის და რაღაც არ გამოსდის, იმიტომ რომ ძალიან გადავიღალებ და მიზეზი ეს არის. თქვენთან მიმართებაში კი ხოთაშორის ძალიან ვფიქრობ, რომ ერთმანეთს შანსს აძლევთ, შესაძლებლობებს მრავალ მხრივთანაც, იმიტომ რომ აქ ჯერ ერთი სულიერი თუ ტელეპათიური კავშირი არის ძალიან დიდი. მერე კიდევ აშკარად თქვენს ურთიერთობას სჭირდება რაღაც ერთი შანსი, გამოსავალი, შესაძლებლობა და შემდეგ უკვე თქვენთან გაჩნდება შანსი, შესაძლებლობები ურთიერთობაზე. კი ბატონო, იმიტომ რომ აქ არის გრძნობა. ამ წუთში თქვენ აქ ნახეთ, ერთიც ჩაკეტილი ხართ, მეორეც ჩაკეტილი ხართ, რაღაც თქვენს
გრძნობებში, სინამდვილეში, ან მარტო გრძნობ თავს, ან მართლა მარტო ხართ. აი აქ ზუსტად მე ვფიქრობ, რომ უნდა მისცეთ ერთმანეთს შანსი, უნდა იპოვოთ ის დახურული ერთი კარები, რომელიც უხილავია, თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში ხართ, აი როგორ იცით, არა, აღარ არის გამოსავალი, ხო? მაგრამ სინამდვილეში არის, იმიტომ რომ აქ გრძნობა ორივე მხრიდან, ორმხრივი არის. თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი კი გარე ფაქტორები ამ ყველაფერს ხელს უშლის, მაგრამ მიხვდებით თქვენ ამას. მე ვფიქრობ, რომ აქ თქვენ ერთმანეთს იპოვით ამ გამოსავალს და შანს მისცემთ, უნდა მისცეთ, იმიტომ რომ არ არის, მოდი ასე ვთქვათ, დღეს ცხოვრებაში ესეთი ადვილი მოიპოვო ადამიანის გრძნობები სიყვარული თუნდაც, ხო? თუ შეგიყვარდა და თუ რაღაც მის მიმართ გააქვს სიმპათია არის თუ რაღაცა, ესე იგი ამ ადამიანმა ეს დაიმსახურა. ისეთია, ასეთია, როგორია, ავიცი, ახლა არ აქვს მნიშვნელობა. შენ ეს ადამიანი გიყვარს. всё, დასრულებული თემაა. მას თქვენს მიმართ გრძნობა აქვთ. ესე რა გამოდის? დაიმსახურეთ თქვენ ორივემ ერთმანეთი და ერთმანეთის გრძნობა და ამის ჩაკლა, მოკლა არ არის ადვილი ხალხნო, ესე ადვილად ვიცი, არ არის, ხო? წახვალ და მეორე ადამიანს უცებ შეიყვარებ, გადაერთები ვიღაცაზე და შეგიყვარდება რასესულელია, მაშინ გამოდის, რომ არც არავინ ყვარებია. ამიტომ აქ ცალმხრივად არ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ასეც არ მეფიქსირდება, აქ ცალმხრივი არც არის. იმიტომ რომ წინ უზარმაზარი მთელი სამყარო დგას თქვენს წინაშე. თუ ამ შანსს ისევ ერთმანეთს მისცემთ, კი, მაგრამ ეს დენარჩენი ყველაფერი, ეს გარეშე ფაქტორები, ნახეთ, რამდენი ვიფორთხიალე და ძლივს ამოვიღე ქალმა ენა. ძლივს დავიწყე ამ თემაზე საუბარი. აი ზუსტად ასე არის თქვენს ირგვლივ. როგორიც მე ახლა აქ და ხო, კი შეხედეთ. აი როგორ არის, იცით, ამ შანსს როცა ერთმანეთს მისცემთ, აი ზუსტად მერე უკვე ეს უნდა გაითვალისწინოთ და იგივე სხვა ვიღაცებმა აქ თქვენ ვერ უნდა დაგაზარალოთ. აქ თქვენ ძალიან ბევრი ერთი შანსი კი არა. ზუსტად ასე იქნება, თქვენ ერთმანეთს ძალიან ბევრ შანსს აძლევთ. არჩევნის წინაშე არ აყენებთ თქვენ ერთმანეთს, არა. შანსებს აძლევთ ერთმანეთს. ეს იქნება გარდაქმნა უკვე ზუსტად თქვენი ბედის ცვლილება, შემოbrunება რაღაც საკითხის აი ამ ზუსტად ურთიერთობაში. საქმე იმაშია, რომ ახლა თქვენც მარტო გრძნობთ თავს, ისიც მარტო გრძნობს თავს და რაღაცა ეს ხვდებით, არის ეს მომენტი და ნუ ახლა კარგი მერე მიეცით ერთმანეთს შანსი და ანუ ვითარდება ურთიერთობა მერე მოდის ძალიან დიდი აფეთქება სიყვარულის და აი საქმე იმაშია, რომ აკავებთ ამ ყველაფერს. ახალგაზრდული უნებები მოდის აქ, ახალგაზრდული სიყვარულის კი არა, დაღვინებული და აი პუჭი რაღაცა ისე რომ არა, აფეთქება მოდის, მაგრამ აკავებთ, მაინც თავს იკავებთ, აი ეს აი მე არის ადამიანები, რომ იწყებენ ლექსების წერას, ან შეიძლება ესეთი ერთი მეგობარი მყავდა ადრე, გოგო იყო, რა თქმა უნდა და ეს გოგო სულ მწერდა პატარ-პატარა ლექსებს, დღესაც მაქვს ის მობილური შენახული. სხვადასხვა ლექსები წამოწერილი, მაგრამ მობილური მაქვს შენახული, თქვენ წარმოიდგინეთ, რატომ? მობილური გადატენილი არის ლექსები, ყოველ დღე მწერდა სიყვარულზე თანაც. ყოველ დღე მწერდა. ეს არის 2005-6 წლები. წარმოიდგინეთ და რო გავხსნი მობილურს. იწერილებს სულ კითხულობ, გოგოსგან არის და ვიცოდი, რომ ეს მე არც ერთი არ მეკუთვნოდა, იყო შეყვარებული.
მე დაოჯახდა და რომ დაოჯახდა მე კიდევ ავიწყდი. და ნახეთ რომ ამას ვერ აზიარებდა თავის პარტნიორთან მიზიარებდა ასე ვთქვათ მე მიგზავნიდა ხო ეს ძალიან ცუდი საქციელია ეს კარგი ახლა მეგობრულად რაღაცა გოგოს უგზავნის მეც არ ვუდევდი სხვათა შორს და არ ვიყავ შეყვარებული მაგრამ მაინც უგზავნიდი რაღაცებს ვაწვდიდი ახალ ლექსებს ალბათ მასაც რაღაცაში მე ჭირდებოდა შეიძლება ან უბრალოდ გულს იოხებდა ამით ხო მაგრამ ნახეთ თუ ეს დავუშვათ სხვა ადამიანი შეგხვდა იმ დროს დავუშვათ ბიჭთან ყოფილიყო შესულიყო ურთიერთობაში ის გოგო არ შევიდოდა მაგრამ შეიძლება ეს ბიჭის გამოუვიდეს და აი სხვასთან იხარჯები ამ ენერგიით და მეორე ადამიანს გონია რომ შეყვარებულია ჩემზე თავისუფლად შემეძლო მეც მიფიქრო ხდება ლელა ქვია და სხვა შეყვარებული ჩემს ქალზე ხო ხავთებით უბრალოდ ბავშვობიდან ჩვენ ერთად გაზრდილები რაღაც ესე ვიყავით და ამიტომ ეს ორიენტაციაზე იქ ზედმეტი ფიქრი ზედმეტი იყო რა მაგაზე ფიქრი ამიტომ შეიძლება აქ მეორე ადამიანი ზუსტად ამაში მოტყუდეს და მე რომ იქნებ ნახე რომ დაალაგა უკვე ამ გოგო მის დაოჯახდა და უკვე მის მეუღლეს გაუზიარა სინამდვილეში ეს მისი გრძნობები ხო და დაიხარჯა всё უკვე ჩემთან დასრულდა და ეს რომ დავუშვათ მე ახლა სხვა ყოფილიყავი და ვერ გამეგო მაშინ და რაღაცა ანუ ბიჭი ყოფილიყავი ან პირიქით ხო რაღაცა ყოფილიყო აი ესეთი მომენტი კითხვა დედა რა მოხდა და როგორ წაყვაცოლა და მემწერდა და არა სინამდვილეში ვინც უყვარდა გამიგეთ რისი თქმა უნდა კიდევ მოისმინეთ თუ ეს ვერ გაიგეთ ახლა რაღაც არეულად ვთქვი გაიგეთ რა ხდება აი აქ თქვენ ამ გრძნობას იკავებთ და რაღაცა რავი მე არასწორად კიდევ არ გაუშვათ არასწორ ადამიანთან და ასე შემდეგ ახლა ერთი ცოდვა მეც გამახსენდა სხვათა შორის უცხოელ დელეგაციასთან მქონდა შეხვედრა რომდენ 2012 წელი არის და იქ ძალიან დაინტერესდნენ ჩემით რაღაცა დაიწყო ისეთი ლაპარაკი თუ უცხოელზე დაოჯახდებოდი ჰაი ჰუი მე გავიხედე დამიმატენ მეგობრებში იქედან აქედან მისი ქალაქელი ერთ-ერთი შემოდის წერილი რა ოღონდ სადაც ეს ბიჭი იყო იმ ქალაქიდან და მე ჩავთვალე რომ ვინც დაინტერესდა ანუ ის იყო ნახეთ ვუპასუხე რა თქმა უნდა მივწერე გამიხარდა და ისე შევყევი რაღაცა ფლირტზე შევყევი ყველაფერი ისე და ვფიქრობდი აი დარწმუნებული ვიყავი რომ ის ბიჭი იყო და მე მოხდა ისეთნაირად რომ ძალიან უნდა ჩემს ოჯახის წევრებს შენი გაცნობა და თუ შეიძლებაო ვიდეო თვალი რომ ჩამერთო ეს ბიჭი გამიკვირდა ამ ხელაზე რა შევთობებები და მე ესეთნაირად ვთქვი ინგლისური სწავლა მინდა მეთქი და ამიტომ გწერთქო ხო იყო ადრესი რაღაცები და მივიდა იქამდე რომ ჩავურთე ვიდეო თვალი რაღაც ინფორმაციები წაინტერესებდა და შემჩა სხვა ადამიანი ხელ ჩემი რეაქცია როგორი იყო იცით შოკი მივიღე აი შოკი მივიღე მე არ ვიცი საიდან მიპოვნა ან ზუსტად რაღაცა ისე შეიძლება მართლა ვერ გებულობდი შეიძლება სიტყვებს ბევრ სიტყვებს ხო სწავლის პერიოდში რაღაც ესე ვიყავი წინადადება შეიძლება ვერ გადავაბი და აი აქედან თუ როგორ შეიძლებოდა რომ ვერ მიმხდარიყავი მაგრამ ახლა ისიც ახლა როგორ უნდა მიხვდე ადამიანს დანალაპარაკები რომ არ ხარ ვინ არის არც იცნობ ნორმალურად ან უცხო ენაზე არც იციან ნორმალურად და აი ესეთი მდგომარეობაში აღმოჩნდი და მე გავწყვიტე ლაპარაკი სხვა რო შემჩა ხელში უშენახა რაღაცა ესე დღესაც მწერს დღესაც დავსიკლავს როგორ ხარ აუ ჩამოვა ასე იზამს ისე წარმოვიდგინეთ ახლა ამდენ წელიწადია არ უპასუხობ ადამიანს და დღესაც მწერს მაგრამ მე
შეხედეთ, აი თუნდაც ჩემი არ ვსაუბრო კაცო სხვა ადამიანზე ენერგია სულ სხვა მეგონა და სხვასთან გავუშვი. და ცოდვად წავიკიდეთ თავზე, იმიტომ რომ სხვა მეგონა და დღესაც თავს იკლავს, რა ვიცი, იკლავს, ვარ იკლავს, კი წერს და ჰე. ცოცხალი გია თავი არ მომგლია პრინციპში. მაგრამ იყო ის მომენტი, რომ აი საზღვარზე ვარ და გადმოვდივარ და დავემუქრე და გარეპორტებ მეთქი არავით არის გადმოსვლა თქო. საერთოდ ვერ ეღირსები, მე მხარ სხვა მოგზაურობას და სხვა ქალაქში გადასვლას კი არა, შენი ქალაქიდან გამოსვლას თქო და საქმე იმაშია, რომ არ არის თავის ოჯახი და რაღაცა, ავით მე დადის აქ-იქ მუშაობს. და არ აწყობდა დარეპორტება, მოკლედ, მაგრამ კონტაქტი არის. ეს არის არასწორად გაშვებული ენერგია. ახლა აქ რატო მოვყევი ამ ხელა ფილოსოფია ხალხნო რომ 25 წუთი გავიდა მასობაში. ნახეთ, თქვენ თავი არ უნდა შეიკავოთ. არა გენეცვალე. მე ღებულობ ცავალალო შედეგებს. სხვათა შორის ძალიან არ მიყვარს ლექსებს რომ იგზავნიან და რატომ? აი როგორც იმ გოგოზე მოგიყევით, ეს ჩემთვის დაწერილი არ არის. ახლა ჩემთვის თუ ვინმე დაწერს ლექს, სიამოვნებით წავიკითხავ და შემიყვარდება. მაგრამ ის გრძნობა, ვიღაცა ესე შეაკავა, ლექსი დაწერა, მოაწვა ეს მუზა, აი ხო ხვდებით რა დღეში ადამიანი შინაგანად დაწერა ლექსი და ვიღაცას ეკუთვნის მთელი სული გული, აი გულბოყვი ამოიღო და დადო. ხო და აგერ ვიღაცა მიკოპირებს და ზერელეს წაკითხული რა ისა მიგზავნის და ჩემი არ არის. და მით უმეტეს ამ ლექსზე რომ უნდა ვიღაცას რომ გადავირიო. აი აქ უკვე ესე ვარ მურთფილმში რომ არის ეს რა ქვია მუხრანი მეფეო თუ დიდი მუხრანი მოკვდაო და რომ მიასვენებენ ხიძე და თავს რო წამოწევს და ეს იზავს ხელს რა ხდება. აი ესეთი რეაქცია მაქვს ზუსტად. რა გავგიჟდე კაცო, სად ხარ თქვენ რა შეჭამთ. ხო, თუმცა ბევრი ადამიანი აი მერე მოტყუდება, მერე შეიძლება ისეთი ვიღაცა აღმოჩნდეს თქვენს გვერდით, რომ ასე ადვილადაც არ დაგანებოთ თავი და ასე შემდეგ, ხო, აქ ძალიან ბევრი ინფორმაციის დაჭერა შეგიძლიათ ახლა თუ გაშიფრავთ ამ ყველაფერს. ამიტომ თავს ნოიკავებთ. კარგით, როგორ იქნება კიდე აბა მითხარის შემდეგ. ნუ ახლა თქვენ თავს ნოიკავებ, კარგი, ეს ხო ისეთი ქალბატონია, რას ლაპარაკობთ ახლა. არა, იცით რა არის? ნუ, როდესაც ერთმანეთი, რავი, გრძნობა არის, მე ვფიქრობ, რომ თავის შეკავება ცოტა ქედმაღლული არის. ცოტა. თუმცა დაასტაბილურებთ აქ ურთიერთობას. ძალმე არ გეუბნებთ, კაცო შარვალში ჩაუწრეთ, არა. მაგნაირად არც კადრებთ და არც არის აქ ესეთი ქალბატონი. მაგრამ ცოტა საჭიროა. სულ ცოტა. იგრძნოს ადამიანმა, ხო? რა იქნება? დაასტაბილურებთ ურთიერთობის განახლება. ურთიერთობის. აქ თქვენ მე ორი ყურის პრინციპით არ მისმენთ. აქ ვიღაცა ამას ძალიან კარგად გაიაზრებს. კი. იცით რა მეცრემლა. იმიტომ რომ აქ იმხელა რაღაცეები ტრიალებს და ნახეთ ხო ეს მისი ხასიათისრულებაც იყო აქ ხო შეიძლება თქვენით ახლა რაღაც გარემოებიდან გამომდინარე
კი, აი ამდენი ბრძოლის შემდეგ აქ იმხელა ტრანსფორმაცია მოხდება, რომ ურთიერთობის განახლება, თითქოს იცით რა არის. თქვენმა შეიძლება საგვარეულო ხაზმა დაუშვა ეს, რომ კი ეს უნდა შედგეს, უნდა მოხდეს. და მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობით, აი ბედნიერი იქნებით. ეს ბედნიერება. ძალიან ბევრჯერ ბედნიერი არკანი სხვათა შორის აქამდე არ ვიცოდი, მაგრამ აი ამდენ დრო დამჭირდა, რომ ეს ბედნიერების არკანი რომელი იყო, დამემუღამებია. ანუ დამეპრაქტიკებინა. ბია. ეს არკანი როცა შემხვდება მე ზუსტად ვიცი, რომ ის საკითხი, ის თემა, აი ესე მოგვარდება დაკმაყოფილდებით, ზუსტად აი კმაყოფილება რომ გაქვს გულში. აი ეს არის უკვე ბედნიერება, რა თქმა უნდა ბედნიერება, ხო? და სტაბილურება ურთიერთობის. ძალიან დიდი, იცით რა არის, აქ მარტო დასტაბილურება ურთიერთობა კი არ არის, აქ არის ძალიან დიდი სულიერი კავშირი, აქ არის ძალიან დიდი მეგობრობა. გეგმა სამომავლო ერთად გაგვთ სხვათა შორის სამომავლო გეგმაც. და ამდენი რამე იმდენი საქმე გეკნებათ ერთად გასაკეთებელი ხო ხედავთ თავზე გადამახდა არკანები. იმდენი რაღაცები გამოფრინდება აქ თქვენი გეგმები იმდენი არის. მერე არ მინდა ხა გავაფუჭო რამე არ გააფუჭო აღარ გადამრიო არა ეს რამდენჯერაც არ უნდა წავიდე შეიძლება გადაადგილება აქვს ან რაღაც არის აი გასვლა ურთიერთობიდან შეიძლება სამსახურეობრივია სულ თქვენთან ბრუნდება გზა თქვენსკენ აქვს ყოველთვის რამდენჯერაც არ უნდა წავიდეს სხვათა შორის მაგას ბევრი ეზოთერიკოსი ვერ ხვდება და სამსახურს ეძახის, რომ წავიდა, დაგშორებოდიალობენ, ხო? აქ ეს ადამიანი რამდენიც არ უნდა წავიდეს ურთიერთობიდან, აქ ურთიერთობა აღარ ფუჭდება. არა, თქვენ ისე დაასტაბილურებთ აქ ურთიერთობას. ეს ურთიერთობა აღარ უნდა მოდი ასე ვთქვათ დაიშალოს, ხო? ეხლა ბოროტს რა დალევს ქვეყანაზე ზოგჯერ ისე ერევიან ადამიანების ცხოვრებაში დაუკითხავად ახლობელი კი არა, საერთოდ გადამთიელი, რა ჩამოგივარდება, მაგრამ აქ ეს ურთიერთობა არა არ სრულდება. კი მე ზუსტად გეუბნებით. ეს ადამიანი ქვეყნის დასალიერში რომ წავიდეს, ისევ თქვენთან დაბრუნდება. აქ გრძნობა აქვს ადამიანს. ნახეთ, თვითონაც არ ელოდა, ხო? არ ელოდა. ან არ ქონდა ასეთნაირ თუ მართლა შეუყვარდებოდით არ ელოდა. კი, აქ გრძნობა აქ ეს მაგით, ეს რაღაცა ვალდებულება, ნახეთ, ოჯახი ან ხო ხტებით შვილი ან რაღაცე, აი ესეთი იმით კი არ ბრუნდება, ეს ბრუნდება გრძნობით. ნამდვილად მიყვარს მე ეს ქალი, ნამდვილად მინდა. ეს ის არის, აი ჩემი ქალბატონია, გაიგეთ? ჩემია. გრძნობით ბრუნდება და არა ვალდებულებით. და რაღაცა შანტაჟებით და 1000 მაიმუნობით და მამაძაღლობით. ძალიან ბევრია გამას, იცით რამდენია ამ საკითხზე ნაფიქრალი და ყოველთვის მონატრება რო აქვს თქვენი. ყოველთვის რომ მენატრებით. ესეც თქვით. იცით როგორ ამბობს? არა მაქვს რა სხვა გამოსავალი, სხვა გზა. ძალიან პირფასი ხარ. მე ისეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ შესაძლებელია უთქვენოდ ისიც ვერ მიდის წინ,
რაღაც საკითხებში, აუჭირს მაინც და ვერც თქვენ ვერ მიდიხართ წინ. თქვენ რაღაცა მე არ ვიცი აქ თავიდან რომ ასე დავიწყე კაცოკაშლა, როგორ არის იცით, რაღაცა ერთმანეთს ისი ავსებთ რომ თქვენ თუ რაღაცას ვერ აკეთებთ, ვერც ის ვერ აკეთებს და პირიქით არის. ამიტომ აქ ეს ორი ადამიანი უნდა იყოს ერთად რა, თავის შეკავება, რის თავის შეკავება და რა შანსის არ მიცემა და ასე შემდეგ. თქვენ თუ გინდათ რომ განვითარდეთ, დაგიმტკიცეთ, რომ განვითარდეთ, ამ ადამიანის ენერგია გჭირდებათ და ასევე მას თქვენი ენერგია სჭირდება. კი ბატონო. ერთმანეთი გჭირდებათ. კი. აი ესე არის აქ. დღევანდელი გაშლა ეს იყო, რაღაც ცოტა მეუცხოვა მე პირადად, აუცილებლად აქ თქვენ საუბარი გექნება. გრძნობებს ამჟღავნებს, რასლა? ამჟღავნებს, ამბობს. გეუბნებათ ეს. მაგრამ ნახეთ რამდენი ვიფორთხიალე. მაგრამ გეუბნებათ საბოლოო ჯამში ეს კი ამბობს, რომ უყვარხართ. მოდის ამღერებული თანაც. ღვინის ხმაც კი მესმის თქვენ წარმოიდგინეთ. აი ლაო კოტლა. მე რა გინდა გალო? არა, მე კიდე ვაინდერ. კი, თქვენ არა, თქვენ ერთად იქნებით. გამორიცხული აქ სხვა ვარიანტი. ერთმანეთს კი შანს აძლევთ, შანს. არჩევნის წინაშე არ აყენებთ თქვენ. არა, ეს არის ძალიან დიდი შანსი ერთმანეთთან. გადაწყვეტილი აქ თქვენ აღდგებით, თქვენ ჯერ არ დაგისრულებიათ, მოდით თუნდაც კარმული პარტნიორად ზრუჩავთ, თქვენ არ ამოგიწურიათ ერთმანეთს, თქვენ ერთმანეთი უნდა გაზარდოთ. აი როგორ არის იცით, აქ არ არის ცალმხრივი. ერთმანეთს თქვენ რაღაცას აძლევთ, ცხოვრებისეული გაკვეთილებს. ისიც რაღაცას აცნობიერებს თქვენით, თქვენც იზრდებით მისით. აქ ცალმხრივი არ არის. აი როგორც გრძნობაზე გითხარით, ძალიან, რა ერთი სულია. აქამდე მივედი საბოლოო დასკვნა აქ არის ის, რომ აქ არის ერთი სულის ადამიანი. ერთი ნეკნის ხართ. ესეც იქნება, ერთად იქნებით. შვილებიც არის აქ სამომავლოდ, ბავშვი. ბავშვი არა შვილი, ბი ორი. მეტი თუ არა. გისურვებთ წარმატებებს ჩემო კარგებო. მაინტერესებს ვისთვის იყო ეს გაშლა. გისურვებთ წარმატებებს. დაიყოს ასე რატომათაც არა, კი ბატონო. ძალიან დიდი სურვილი სასრულება ამ ადამიანთან დაკავშირებით, ჩაფიქრებულთან. ძალიან დიდი სურვილი სასრულება. ერთად ელოდეთ სასწაულებს. აი ჩემი ბოლო პასუხი კიდევ ეს არის, დამატებით. ელოდეთ სასწაულებს. თქვენ ცხოვრებაში სასწაული მოხდება. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს და იყოს ასე რატომათაც არა.